საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი აქვს. პლატფორმა გალთენ თაგარტმა შექმნა. ინდექსის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მიზანია დაეხმაროს სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის ძლიერი ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დასაგეგმად ზუსტი ანალიტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს ინსტრუმენტი პროდუქტიულობის, ფასებისა და ინვესტიციების მაჩვენებლებით იძლევა სურათს, სად არის პროგრესი და სად არის დამატებითი მუშაობის საჭიროება. განაცხადა ირაკლი კობახიძე. მისი თქმით 2025 წელს კვების პროდუქტების ბაზრის მოცულობა 21 მილიარდ ნახევარ ლარს მიაღწია და მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ თითქმის გაორმაგებულია. 2030 წლისთვის კი ბაზარმა 30 მილიარდ ლარს უნდა მიაღწიოს. აპრილიდან სოფლის განვითარების სააგენტოს აგროპროგრამები განახლდება. სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, სააგენტოს კარდინალური ცვლილებებით აპრილიდან ფერმერებისა და დაინტერესებული ბენეფიციარებისთვის გამოცხადდება სასოფლო სამეურნეო თვისობრივად ახალი პროგრამები და ის ორიენტირებული იქნება შედეგსა და პროდუქტიულობაზე. დავით სონღულაშვილმა განმარტა, რომ აღრიცხვისა და მონიტორინგის სისტემებით თანხმლები, ცოდნის გაძლიერებაზე დაფუძნებული პროგრამები სრულად იქნება მორგებული ფერმერების საჭიროებებზე. ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაცია ავტომობილებზე 6 წლიანი ასაკობრივი ზღვარის გადახედვას და მის 10 წლამდე გაზრდას ითხოვენ. მიზეზად კი შიდა ბაზარზე მოსახლეობის შედარებით დაბალ მყიდველუნარიანობას ასახელებენ. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა განმარტა, ინიციატივა ბაზრის დაახლოებით 90%-ს ხვდავს. ალექსი ნონიაძე აცხადებს, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე აქციზის გადასახადის 4.5-მდე გაზრდა ძრავის კუბურ სანტიმეტრზე გაანგარიშებით. პრაქტიკულად იმავე შედეგს იწვევს, რაც კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი, როდესაც მზუბუქი ავტომობილების რეგისტრაციისას ასაკობრივი ზღვარი 6 წლით განისაზღვრებოდა. ფაგების მწარმოებელი კომპანია ბიოქიმ ფარმი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ტურბულენტობის მიუხედავად წელს მინიმუმ ერთ ახალ საექსპორტო ბაზარზე გასვლას გეგმავს. კომპანია, რომელიც საქართველოში ფაგების ერთადერთი ავტორიზებული ფარმაცევტული მწარმოებელია, ამ ეტაპზე 8 საექსპორტო ქვეყანაშია წარმოდგენილი. საწარმოში კი 80-მდე ადამიანია დასაქმებული. 1934 წელს დაარსებული ისტორიული ფაგების საწარმო სრული მოდერნიზაციის შემდეგ ევროპული სტანდარტის საწარმოდ გარდაიქმნა და ფაგებზე დაფუძნებული ახალი მედიკამენტების განვითარებასა და არსებული პორტფელის გაფართოებას გეგმავს. დაგეგმილია საერთაშორისო კვლევითი და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაძლიერებაც. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპანიის, არამედ მთლიანად სფეროს განვითარებისთვის და საქართველოს, როგორც ფაგების ტექნოლოგიის ლიდერად პოზიციონირებისთვის. ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია გერმანიაში მსოფლიოს უდიდეს ღვინის Pro Wine Düsseldorfში ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში, რომელიც 2 დღეა მიმდინარეობს და დღეს დასრულდება, ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგენლებს და გამოფენის ათასობით სტუმარს აქვს. რაც როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და გაყიდვების ზრდისთვის მნიშვნელოვანია. გამოფენის ფარგლებში იმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია სემინარები, რომლებსაც ღვინის საერთაშორისო ექსპერტები ატარებენ. გერმანია, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა გუშინ ფრენები დროებით შეაჩერა. მიზეზი დრონთან დაკავშირებული ინციდენტია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აეროპორტის მიმდინარე ტერიტორიაზე საწვავის ავზთან გაჩენილი ხანძარი სწორედ დრონის ინციდენტს უკავშირდება. გადაიდო გარკვეული რეისები, ხოლო ნაწილი სხვა აეროპორტებში, მათ შორის ალ-მაქტუმის საერთაშორისო აეროპორტში გადამისამართდა. მგზავრებს ურჩევენ რეისებთან დაკავშირებული განახლებული ინფორმაციისთვის ავიაკომპანიებს დაუკავშირდნენ. ცნობისთვის, დუბაის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საავიაციო ჰაბად ითვლება და მხოლოდ 2025 წელს ის თითქმის 90 მილიონ საერთაშორისო მგზავრს მოემსახურა.